საღამომშვიდობისა პირდაპირ ეთერშია ქრონიკა 8 საათზე ხატი ხვათაძესთან და ლევან ჯავახიშვილთან ერთად. საღამომშვიდობისა. ახალგაზრდები მიმდინარე პოლიტიკის შესახებ რა ხდება შეხვედრაზე, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს. საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები საქართველოს გარეშე ვერ უნდა მიიღონ, რისთვის სჭირდება ბრიუსელს საქართველო და რატომ ვერ ხედავს ოპოზიცია ქვეყნის ბრძოლის ველად ქცევაში პრობლემას. IRA-ის დაკეტილი ოფისი, NDI-ის დუმილი, საქართველოში USAID-ის პროექტები დაიხურა. ტრამპი ზელენსკის აკრიტიკებს და პუტინთან ომის დასრულებაზე საუბრობს. ევროპა თამაშგარე მდგომარეობიდან პოლიტიკურ სცენაზე დაბრუნებას ცდილობს. უმუშევრობის დონე საქართველოში კიდევ შემცირდა. საქსტატის უახლესი მონაცემების ანალიზი. ახალი სერვისი თბილისის მერიისგან არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მარტივდება. ომი, რომლის არ დაშვებას საქართველოს რეზოლუციით მოითხოვდა, რომლის პრევენციის შესაძლებლობაზე ხელისუფლება საუბრობდა და ამისთვის თავდასხმის ობიექტი იყო. დონალდ ტრამპი ღიად ამბობს, რომ გამოუცდებელ მომლაპარაკებლებსაც შეეძლოთ გარიგება და უკრაინაში ომის არიდება. ნინო არღლიანია პირდაპირ ეთერში. ხატია იმას, რასაც მსოფლიო ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით 3 წელია მალავდნენ, ამბობდა საქართველოს ხელისუფლება და იგივეს ამბობს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი. უკრაინაში ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო, ამბობს დონალდ ტრამპი და ამ განცხადებით მან ქართული ოპოზიცია ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ განცხადების გააზრება არ უნდა. სხვა შემთხვევაში მოუწევთ იმის თქმა, რომ საქართველოს ხელისუფლების განცხადებები და პოლიტიკა სწორი იყო. თავად ხელისუფლება კი ამბობს, რომ მათ პოლიტიკას ალტერნატივა არ აქვს და ის სახელმწიფო ინტერესებით და გეოპოლიტიკის სწორი შეფასებით არის ნაკარნახევი. ამერიკის შეერთებული შტატების 47 პრეზიდენტს მსოფლიოს მიერ დაბუდადებული თემების სააშკარაოზე გამოაქვს. იმას, რასაც 3 წელია სხვები მალავენ, დონალდ ტრამპი ააშკარავებს და ამბობს, რომ უკრაინაში ომის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. მისი ადრესატია ყველა, ვისაც ამის რესურსი ჰქონდა. არასდროს არ უნდა დაგეწყოთ ომი. გამოუცდელ მომლაპარაკებელსაც კი შეეძლო შეთანხმების დადება დიდი ტერიტორიის ადამიანთა სიცოცხლისა და ქალაქების დაკარგვის გარეშე. ამერიკის პრეზიდენტის განცხადებამდე იმავეს ქართული ოცნება ამბობდა, საქართველოს ხელისუფლება 3 წლის წინაც და დღესაც დარწმუნებულია, რომ სამხედრო ესკალაციის თავიდან არიდება შესაძლებელი იყო. მსგავსი შინაარსის განცხადებები სატელევიზიო არქივში მრავლად იძებნება. ომის არ დაშვება არის თავარი ამოცანა, ბუნებრივია ჩვენთვის და ეს უნდა იყოს თავარი ამოცანა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. უკრაინაში ომის არ დაშვება უნდა იყოს უმთავრესი საფიქრალი და საზრუნავი ყველასთვის, ვისაც სამხედრო ესკალაციის თავიდან აცილებაში თუნდაც მცირე წვლილის შეტანა შეუძლია. ამ ომით, რომელიც სამწუხაროდ ვერ იქნა შეკავებული და ვერ იქნა თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარავდება თავად უკრაინა. საერთაშორისო სისტემამ, რომელმაც ვერ შეძლო ომის თავიდან აცილება საქართველოში და ახლა უკრაინაში, ვერ უზრუნველყო სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. იმაზე, რომ უკრაინაში ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, ჩვენ საუბრობთ უკვე ძალიან დიდი ხანია, თუმცა კონკრეტულმა ძალებმა და ეგრეთ წოდებულმა deep state-მა, იგივე გლობალურმა ომის პარტიამაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ უკრაინაში მომხდარიყო ომი. 3 წლით ამ ქვეყანამ ყველას მთელ მსოფლიოს დაასწრო განცხადებები. რასაც დღეს დონალდ ტრამპი ამბობს, იმავეს თქმა საქართველოში მოღალატედ მონათვლის საფუძველი ბევრჯერ გამხდარა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იხსენებს იმასაც, რომ მათი და მათი პოზიციის გამზიარებლების შესავიწროებლად ბევრი ფული იხარჯებოდა. ამასთან მიახლოებული განცხადებაც კი იყო რუსეთ-უმედ მონათვლის, მოღალატედ მონათვლის და ასეთი მდაბიო და ბინძური კამპანიის კამპანიურობის საფუძველი. ამიტომ ყოველთვის ცოტა წინ მაინც უნდა გაიხედონ ხოლმე ამ ადამიანებმა, რომლებიც როგორც აქტორები ასეთ კამპანიებში იღებენ მონაწილეობას და მთავარი არა იცით, სიმართლე თავის კალაპოტს ყოველთვის პოულობს. თქვენ რომ ჩვენ შვილებს თელ საქართველოს მაქვს საუბარი
ტყვიისთვის და სიკვდილისთვის იმეტებით და ჩვენ რომ ის არ გავაკეთეთ და ამ კამპანიაში იღებდით როგორც რიგითი აქტორები მონაწილეობას, აქ ემთხვევა ჩვენი პოზიციები ერთად. ის ოპოზიცია კი, რომელიც მაშინ ქართული ოცნების პოლიტიკას იწუნებდა, დღეს ტრამპის კრიტიკას ვეღარ ბედავს. დაბნეულობას ოპოზიცია იქამდე მიჰყავს, რომ ამერიკის პრეზიდენტის განცხადება ისე არ ესმით, როგორც ამბობს. ნებისმიერი ცდელობა, რომელიც ამბობს, რომ პრეზიდენტი ტრამპის რიტორიკა რაიმეში ემთხვევა ქართულ ოცნებას, არის პროპაგანდისტული ხრიკი და მეტი არაფერი. პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ მშვიდობა უნდა იქნეს მიღწეული. ოპოზიცია ვეღარ იხსენებს ქართულ ოცნებას კი განცხადებების გარდა ახსოვს ის რეზოლუციაც, რომელიც საქართველოს პარლამენტმა ომის დაწყებამდე 2022 წლის 1 თებერვალს მიიღო, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ უკრაინაში ომის არ დაშვება საერთაშორისო თანამეგობრობის მთავარი საზრუნავი უნდა იყოს. ამ რეზოლუციას ქართულმა ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა. მახსენდება ზუსტად 3 წლის წინ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც სწორედ ამაზე ჰქონდა საუბარი, რომ ყველას გაეკეთებინა მაქსიმალური, რომ თავიდან აგვერიდებინა საომარი ესკალაცია და ომი უკრაინაში. ჩვენ სრულად ვეთანხმებით ამ ტიპის მიდგომას, რომ თავარი ფოკუსი უნდა იყოს მშვიდობა და არა საომარი მდგომარეობა. ყველა მხარე აღმოჩნდა დაინტერესებული ამ ომის გაგრძელებით. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ პოზიცია, რომელიც დღეს უკვე რეალურად ყალიბდება უკრაინის გარეშე, მაგრამ იმ უმძიმესი სურათით, რაც უკრაინაში დღეს გვაქვს, რა თქმა უნდა, არის ყველაზე უფრო ცუდი დასასრული ამ ომისა. უკრაინის სახელმწიფო წააქეზეს აი ამ ომში და რისთვისაც წააქეზეს, ანუ ნატოში შესვლასთან დაკავშირებით, იმაზე დღეს მკაფიოდ ეუბნებიან, რომ არ მიიღებენ ნატოში. სამაგეროდ ამ 3 წლის თავზე უკრაინამ დაკარგა 100,000-ობით ადამიანი, ტერიტორიები, ბუნდოვანი მომავალი, ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა. ამას ჩვენ ვამბობდით წერილებში, კომენტარებში და დღეს ამერიკის პრეზიდენტმა დაადასტურა ის, რომ ჩვენ ვიყავით მართლები. საქართველოს პარლამენტი მსოფლიო პარლამენტებს შორის მეორე იყო, ვინც უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუცია მიიღო. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი პირველები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ომის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო. სუვერენული ქვეყნების პოლიტიკაში ჩარევა, მათ შორის საარჩევნო პროცესებში, USAID-ის ფინანსების მიზნობრიობის შესახებ სიმართლე ვაშინგტონში დადგინდა. დონორების მხილებამ ბენეფიციარები უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, მათ შორის საქართველოშიც. დახურულია საარჩევნო პროექტები და სხვა დანარჩენიც. მეგინ არსავიძე დღეს NDI-სა და IRI-ის ოფისებში იმყოფებოდა და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. პოლიტიკურ პროცესებში აქტიური მონაწილეობიდან ოფისებში დამალვამდე ქართული მესამე სექტორი დონალდ ტრამპის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა მიიყვანა. პროექტების დახურვასთან ერთად ირკვევა, რომ მესიჯბოქსიც ამოეწურათ. არასამთავრობო ორგანიზაციების დუმილი არ უკვირთ ქართულ ოცნებაში და დღეს გაიხსენეს თუ როგორი იყო კონკრეტული ორგანიზაციების ქმედებები არჩევნების დროს. არც ხმამაღალი ტონი ისმის და აღარც ხმაურიანი ბრიფინგებია. არასამთავრობო სექტორი დამალვის რეჟიმზე გადაერთო. USAID-ის პროგრამები საქართველოში დაიხურა, მათ შორისაა საარჩევნო პროექტები. დონალდ ტრამპის ამ გადაწყვეტილებით გამოწვეული შოკიდან გამოსვლას მესამე სექტორის წარმომადგენლები საკუთარ ოფისებში შეკეტვით ცდილობენ. საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები ქრონიკის კითხვებს არ პასუხობენ. საერთაშორისო რესპუბლიკურ ინსტიტუტში ჯერ დააზუსტეს, რომელი ტელევიზიის გადამღები ჯგუფი იყო ოფისში მისული. მათთვის არასასურველი პასუხის შემდეგ სამუშაო საათებში გვითხრეს, რომ ოფისში თანამშრომლები არ არიან და შესაძლოა დღეს საერთოდ არ მისულიყვნენ. ტელეკომპანია იმედიდან რამდენიმე კითხვა. თანამშრომლები არ არიან ოფისში? კარგით. რომელ საათზე იქნებიან, შეგიძლიათ გითხრათ? ქრონიკის გადამღები ჯგუფის გამოჩენამ დააბნია. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები გვითხრეს, რომ კითხვებზე პასუხის გაცემის უფლება სათავო ოფისიდან არ აქვთ. გამარჯობა, ტელეკომპანია იმედიდან ვარ. გამარჯობა, დრით შემიძლია დაგეხმაროთ. USAID-ის დახურულ პროექტებთან დაკავშირებით გვაქვს რამდენიმე კითხვა. ჩვენ არ ვართ იმ პოზიციაში, რომ ახლა ვუპასუხოთ. არ შეგიძლიათ გვიპასუხოთ. ვისურვებდი, რომ შეგვეძლოს, მაგრამ არ შეგვიძლია. რა არის მიზეზი? იმიტომ, რომ ასეთი ახლა სათაო ოფისის პოლიტიკა. მესამე სექტორის დუმილი არ უკვირს სახელისუფლებო გუნდს. მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არ იციან რა თქვან. ელოდებიან მესიჯბოქსს. ეს იმ ფონზე, როცა ცხადი გახდა, რომ დონორების მიერ გადახდილი თანხა ქვეყნის წინააღმდეგ გამოიყენებოდა და მათ შორის საარჩევნო პროცესის დაზიანებას ხმარდებოდა. რუსთაველზე ებრძვიან, რუსეთს თითქოს.
ამ რწმენის შესაქმნელად ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარი დაიხარჯა, იხარჯება ჯერ კიდევ, რაღაც ნაწილი მნიშვნელოვანი მიღწეული იქნა ის, რომ ადამიანები არიან, ვინც გულწრფელად ფიქრობს, რომ დღეს ჩელიაბინსკში გაიღვიძეს, იღვიძებენ, საუკუნის აფიორა, ხო მივხვდით ყველა. რუსული კანონი აძახებინეს, რომ რუსულია კანონი დღეს ფარას არ ეგზრებთ ერთი-ერთი, ხმას ვერ იღებს ერთ-ერთი. ამ ფონდების დახურვა ნიშნავს იმას, რომ თავად დაფინანსების წყარო, საიდანაც მოდიოდა, იმ ქვეყანაში ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მავნებლობაში აღარ დაიხარჯოს და ამ ხალხის გაგიჟებაში აღარ დაიხარჯოს მსგავსი რაოდენობის თანხები ან საერთოდ აღარ დაიხარჯოს. ეს პროგრამები, რასაც აცხადოს თვითონ ამერიკული მხარე, ხშირ შემთხვევაში გამოიყენებოდა არა იმ მიზნით, რაც იყო მისი გაცხადებული ფორმალური მიზანი, არამედ პირიქით არა საარჩევნო რეფორმების გაუმჯობესებისთვის, არამედ საარჩევნო სისტემების ძირის გამოთხრისთვის. ამიტომ ჩვენთვის რა თქმა უნდა მისასალმებელია ეს პროცესი და იმათაც ვინც ამ პროცესებში იყვნენ ჩართული, იქნებ ეხლა დადგა იმის დრო, რომ გაიაზრონ და გადააფასონ თავიანთი ქმედებები. საარჩევნო პროექტებთან მიმართებაში USAID ბევრი მიმართულებით მუშაობდა, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციასთან, პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო სექტორთან, მედიებთან, თუმცა ჩვენ გვახსოვს 2020 წელს გაყალბებული პარალელური დათვლა, გვახსოვს 2022 წელს პარალელური დათვლის შედეგები, რომელიც საერთოდ არ გამოაქვეყნა სამართლიანმა არჩევნებმა. დახურულ პროექტებზე უცნობია სამართლიანი არჩევნებისა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის პოზიციები. მედიასთან თანამშრომლობისთვის მზად როგორც ჩანს არც ერთ ორგანიზაციები აღმოჩნდნენ. მესამე სექტორი მედიასთან ისედაც შერჩევითად თანამშრომლობს. ამერიკაში მიღებული ახალი გადაწყვეტილებებით კი მათი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. USAID-ის მიერ საქართველოში საეჭვოდ დახარჯულმა ათობით მილიონმა ტრამპის ადმინისტრაციის და ამერიკული მედიის ყურადღება მიიპყრო. ამერიკის პრეზიდენტის მიერ თაღლითურად და კორუმპირებულად შერაცხულ ორგანიზაციათა შორის არიან ისეთებიც, რომლებიც უკვე წლებია საქართველოში ოპერირებენ, მათ შორის არჩევნების და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმი და მისი პარტნიორები NDA და IRA. რა გეგმები აქვთ მსგავს ორგანიზაციებს USAID-დან დაფინანსების შეჩერების ფონზე და შეიფარებს თუ არა მათ ბრიუსელი? მარიამ გიგანის სიუჟეტი ვნახოთ. დონალდ ტრამპი თაღლითობას უწოდებს USAID-ის მიერ იმ ორგანიზაციის დაფინანსებას, რომელმაც საქართველოში სამ ფისკალურ წელიწადში 16 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა და ეს მილიონები საქართველოში პოლიტიკური თუ საარჩევნო პროცესების გასაძლიერებლად IRA-ის, NDA-ის და AIFE-ს გაუნაწილა. არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმს USAID-მა 486 მილიონი დოლარი მისცა. მათ შორის 22 მილიონი მოლდოვაში ინკლუზიური პოლიტიკური პროცესებისთვის, 21 მილიონი კი ინდოეთში ამომრჩეველთა აქტივობისთვის. ნახეთ ეს რიცხვები, ყოველივე ეს თაღლითობაა. ფლანგვა, თაღლითობა და ფინანსების ბოროტად გამოყენება, ასე უწოდებს დონალდ ტრამპი USAID-ის მიერ უცხო ქვეყნებში მილიარდობით დოლარის საეჭვო ხარჯვას. Fox News-ზე ტრამპისა და მასკის ერთობლივი ინტერვიუს დროს ამ საეჭვო გრანტების ნუსხაში საქართველოში მწვანე ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პროგრამაზე დახარჯული 24 მილიონი დოლარი და ქართველი ახალი თაობის სამოქალაქო ჩართულობის დახმარებისთვის გამოყოფილი 3.5 მილიონი დოლარიც მოხვდა. ახლა როდესაც ტრამპის ადმინისტრაციამ USAID-ის საარსებო წყარო გადაუკეტა, სააგენტომ შესაძლოა დაფინანსების ალტერნატიულ გზებს ევროკავშირში მიაკვლიოს. გაფრთხილებთ ჩვენი შიში გამართლა გლობალისტურ ლიბერალური სოროსის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი ბრიუსელში გარბის. არ დავუშვებთ, რომ მათ ევროპაში იპოვონ უსაფრთხო თავშესაფარი. USAID-ის ფაილებიდან ამ გლობალური ქსელის შაუბნელი პრაქტიკა გამოაშკარავდა და ჩვენ ამ ანკესზე ხელახლა აღარ წამოვეგებით. ევროპარლამენტში USAID-ის საქმიანობაზე აზრთა სხვადასხვაობა არიან დეპუტატები, რომლებიც სააგენტოს მხარს უჭერენ და არიან კანონმდებლები, რომელთაც USAID-ის ჰუმანიტარული მიზნების არ სწამთ. ჰუმანიტარულ დახმარებაზე ერთ რამეს ვიტყვი, იმას, რაც ამერიკის ცენტრალური დაზვერვისთვის მეტისმეტად ბინძური საქმეა, USAID-ს ავალებენ. უმკაცრესად უნდა დაუგმოთ ჰუმანიტარული დახმარების სარჩულსამოფარებული საჯარო და პოლიტიკური მანიპულაციები. USAID-ის ევროპისკენ გადამისამართება არ გაჰკვირვებია სააგენტოს ფარული საქმიანობის მხილებით ცნობილ მაიკ ბენცს. მისი თქმით, Deep State-ის ის ჯგუფები, რომლებიც ამერიკული დაფინანსების გარეშე დარჩნენ, მალე მიმართავენ ევროკავშირისა და ნატოს საგრანტო ორგანიზაციებს, რათა პოლიტიკური გავლენისა და ცენზურის ოპერაციები დააფინანსონ. მაიკ ბენცმა ისიც აღნიშნა, რომ ევროპაში უკვე არსებობს USAID-ის ანალოგი და ეს ევროპის რეგიონული განვითარების ფონდია.
დასასწავლიან ახალგაზრდებს ტრენინგზე, რომელიც თბილისიდან იწყება და რამდენიმე ქალაქს მოიცავს. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე ადასტურებს, რომ თემა მიმდინარე პოლიტიკური პროცესებია. ითქვა ისიც, რომ შეეხებიან ევროკავშირს. ევროკავშირის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, ეს შეკრება სავარაუდოდ 2 წლის წინ დაწყებული სწავლების ნაწილია, რისთვისაც ასევე საიტის ინფორმაციით 3 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი. გიორგი აბაზაძე გიამბობთ. ევროკავშირთან დაკავშირებით, დიახ. ხოლო ახალგაზრდები ეს დიახ. დამფინანსებლის ვინაობას ვერ უარყოფენ, თუმცა ცდილობენ დამალონ რა თემებზე ესაუბრებიან ახალგაზრდებს, რომლებიც ბათუმიდან სპეციალურად თბილისში ჩამოიყვანეს. ერთიანი საქართველო ევროპისთვის, ასე ქვია ოპოზიციის მოკავშირე ორგანიზაციების პროექტს, რომლის კარი მედიისთვის დახურულია. კონრად ადენაუერისა და სამოქალაქო საზოგადოების ფონდებთან ერთად შეხვედრების ორგანიზატორები არიან თავისუფალ ჟურნალისტ და სახლი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი. სწორედ კვლევის ცენტრის წარმომადგენელი ირინა გურულია პროექტის მენეჯერი, თუმცა ის არც ჩვენს ზარს და არც შეტყობინებას პასუხობს. ორგანიზატორებისგან განსხვავებით შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ დაადასტურა, რომ საუბარი მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს შეეხება. ვისაუბრებთ იმ პროცესებზე, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს ახლა, ევროკავშირის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, მათ შორის ახლა განსაკუთრებით ხო, როდესაც ამდენად დაძაბულია სიტუაცია ქვეყანაში, საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით იქნება თუ არა საუბარი, არ ვიცი. ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ 2023 წელს დაწყებული პროექტის ხანგრძლივობა 33 თვეა, რისთვისაც 3 მილიონ ევროზე მეტია გამოყოფილი. ორგანიზატორები კითხვებს გაურბიან, თუმცა პროექტის შესახებ მითითებულ ინფორმაციაში წერია, რომ ახალგაზრდებს სხვა საკითხებთან ერთად ლიბერალური დემოკრატიის კრიზისზე ესაუბრებიან. იაშა მუნკის ნაშრომის ხალხი დემოკრატიის წინააღმდეგ მიხედვით. მსგავსი შინაარსის ტრენინგები, სადაც ოპოზიციურად განწყობილ აქტივისტებს პროტესტის განვრცობას ასწავლიან, პირველი რომ არ არის და მდიდარი NGO-ები რევოლუციის მოსაწყობად იყენებდნენ ამას უახლესი წარსულის მაგალითები აჩვენებს. თუმცა რადიკალური ოპოზიცია ირწმუნება, რომ დაფინანსებული ტრენინგების შესახებ არაფერი სმენია. კითხავების სფეროში არასდროს არ ვიყავი დაკავებული. ხარ მე არ ვარ იქ მიწვეული. კითხვის შინაარსი კარგი რა არის. ომის და გადატრიალების ხელობას ასწავლიან თუ რა უნდა მეკასოა. ქართული ოცნებისთვის კი აშკარაა, რომ USAID-ის დაწყებულ საქმეს დესტაბილიზაციისთვის ახლა ევროკავშირის ფონდებს აგრძელებინებენ. 41.7 მილიონი დოლარიდან, რომელიც უკანასკნელ მოკლებადიან პერიოდში USAID-მა საქართველოში დახარჯა 15 მილიონი დოლარი გამოყოფილი იყო ახალგაზრდული მიმართულებით. ანუ ახალგაზრდა ადამიანებს აფინანსებდნენ, რომლებიც პრაქტიკულად ტრენინგდებოდნენ ტრენერობაში. ხო გახსოვთ ერთ-ერთი ტრენინგი მაგალითად LGBT თემის საჭიროებებზე ვიყავთ, მეორემ რო თქვა შშმ პირების უფლებებზე საუბრობთ და მესამე თქვა ხანდაზმული ადამიანების უფლებებზე საუბრობთ და რეალურად რევოლუციურ გეგმებზე მეოთხე რომ იყო, სწორი მეოთხე ვერსია. ზუსტად ასე ხდება. იქ ლამაზი სიტყვებით რაღაცებს ჩაწერენ, სამოქალაქო საზოგადოების როლი და ამ როლად მე გვევლინება რაღაცა პოლიციელის დაწვა, თავის გატეხვა და არარუსულ კანოს კივილწეველი. საქართველო ევროპისთვის არის ჩვენი ლოზუნგი. ამ ლოზუნგს ვერავინ ვერ წაგვართმევს, არა იმიტომ, რომ პოპულარულია ჩვენში, ჩვენ პოლიტიკურ ძალაში, არამედ იმიტომ, რომ კონკრეტული ნაბიჯები გვაქვს ამ მიმართულებით გადადგმული. და თუ კი ეს ერთიანობა იქნება, რაც არ არის ჩვენი ოპონენტების ინტერესებში, რასაკვირველია, უფრო ინტენსიური იქნება ჩვენი სვლა ევროინტეგრაციის გზით. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრენინგების სერია 21 თებერვალს ბათუმში დასრულდება. თბილისამდე კი ტრენინგები ახალგაზრდებს იმერეთსა და კახეთში ჩაუტარეს. ის რომ ბრიუსელს გავლენების გამტკიცება სჭირდება და ამისათვის საქართველოს კონტროლი ევროპული სამეზობლო საბჭოს მრჩეველმა აღიარა ტერეჰელანდის ნათქვამის კომენტირებას დიპლომატები გაურბიან. ოპოზიცია კი პრობლემას საქართველოს ბრძოლის ველად ქცევაშიც ვერ ხედავს. ანუკი ჩხიკვაძის სიუჟეტი. საქართველო მაშინ როდესაც კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა ჰქონდათ, მაშინ ვერ გახადეთ ბრძოლის ველად. პასუხი ევროპელ ბიუროკრატებს, მათ ვინც საქართველოს როგორც ბრძოლის ველს ისახედავს. უმრავლესობის ლიდერმა კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ქვეყანამ ბოლო 3 წლის განმავლობაში ბეწვის ხიდზე გაიარა და საბოლოოდ ისტორიული არჩევანი ეროვნულ ინტერესებზე გააკეთა. საქართველოს ხელისუფლება ახლა ქვეყნის სრული დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ხარისხის გაძლიერებას ემსახურება. ჩვენ სწორად განსაზღვრეთ მთავარი პრიორიტეტი, რომ ჩვენს შესახებ გადაწყვეტილებები ვერავინ ვერაზროს ვეღარ უნდა მიიღოს ჩვენს გარეშე, ქართველების და ქართული საზოგადოების გარეშე. ყველას დავუპირისპირდით განცხადებებით, საქმით, ვინც გაბედა და მინიშნება
წინა პერიოდში, წინა წლების განმავლობაში გააკეთა იმაზე, რომ საქართველოში ომი უნდა იყოს და ეს უნდა იყოს ბრძოლის ველი. ბევრი ევროპელი ექსპერტი თუ არა ექსპერტი, არ აქვს მნიშვნელობა, აგერითი მაგალითი ვნახეთ, საუბრობს, რომ საქართველო ბრძოლის ველი უნდა იყოს ნებისმიერ მათგანში. ჩვენ ვეთქვით, რომ ამ ქვეყანამ გამორიცხა თვითლიკვიდაციის გზით deep state-ის მსახურება. რატომ განიხილავს ევროკავშირი ჩვენს ქვეყანას ბრძოლის მთავარ ველად? ევროპული საბჭოს მრჩევლის საჯარო აღიარებაზე დღეს კითხვებს გაურბოდნენ საქართველოში მყოფი დიპლომატები, თუმცა პასუხი აშკარაა მათთვის, ვინც კოლეგებს ხშირად მოუწოდებდა მათ შორის ევროკავშირის პოლიტიკური დედაქალაქიდან, რომ დროა ევროკავშირმა საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა შეწყვიტოს. თქვენს კითხვებზე პასუხის გაცემა არ არის ჩემს გეგმებში, ძალიან მეჩქარება. ევროკავშირის და განსაკუთრებით ევროპარლამენტის მიდგომა საქართველოსადმი იმ თავითვე არის სრულად უსამართლო და ეფუძნება ყალბწინა პირობებს. თუ კი გსურს გქონდეს რაიმე სახის გავლენა საქართველოში, საჭიროა კომუნიკაცია როგორც თანასწორ პარტნიორთან. ყველაფერი უნდა განვიხილოთ პარტნიორული დიალოგის ფარგლებში. თუ კი გსურს საქართველო მივიღოთ ევროკავშირში და მე ამას ვემხრობი, დამჯერა საქართველოს ევროპული მომავლის, მაშინ ჩვენ უნდა გადავტვირთოთ ურთიერთობები. საქართველოს ხელისუფლება მივიღოთ როგორც რეალური პარტნიორი და დიალოგის გზით მოვაგვაროთ დავები. ტერე ჰელანდის პოსტის პათოსის განსხვავებულად წარმოჩენას ცდილობენ ოპოზიციაში. გარე ძალების დაკვეთების შემსრულებლები ევროპელი ბიუროკრატების მსახურებას ვეღარ მალავენ და ამბობენ, რომ ევროკავშირისგან დამოუკიდებელი საქართველოს წარმოდგენაც კი უჭირთ. ბუნებრივია ევროპისთვის და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ის უნდა იყოს, როგორც არის კიდევაც, მნიშვნელოვანი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სივრცე, რომელიც რა თქმა უნდა მარტოდ არ უნდა იქნას დატოვებული. ევროკავშირის მზაკრული ინტერესები უკვე აშკარაა. ფაქტები ცხადყოფს თუ რას ემსახურებოდა ევროპელი ბიუროკრატებისა და მათ დაქვემდებარებაში მყოფი რადიკალების ქმედებები. იგი არის ხმა იმ ძალის ხმების, რაც ბოლო 3 წლის მანძილზე საქართველოზე ხორციელდებოდა, იმ ზეწოლის, რაც საქართველოზე ხორციელდებოდა. მათთვის არ მაქვს კარგი ამბავი, ისევე როგორც უკრაინის შემთხვევაში მას ვერ შეძლეს საქართველოს შეთრევა ამ პროცესში, ჩვენ დასაბედნიეროდ ეხლაც ვერ შეძლებენ ამ პროცესში საქართველოს შეთრევას. ამ პიროვნებამ რა განცხადებაც გააკეთეთ. თქვენ გონეთ შემთხვევითია, სწორედ ასე უყურებდნენ, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო ბრძოლის ველი, ახალი უკრაინიზაცია უნდა მოხდარიყო, უკრაინიზაცია. და ჩვენ არ დავანებით. მიუხედავად შიდა აქტორების და გარე აქტორების ცდილობებისა, საქართველოს ვერავინ ვერ ჩაითრევს ვერც საბრძოლო მოქმედებებში და მიუხედავად აი ამ უპრეცედენტო მასშტაბური აქტივობისა რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომ რაღაცნაირად გამოიწვიონ ქვეყანაში ეკონომიკური დესტაბილიზაცია, მათ არაფერი არ გამოვივათ. გავლენა დაკარგული ევროკავშირი ძალების აღსადგენად იბრძვის. ბრძოლის მთავარ ველად კი ისევ საქართველო ესახება. ევროპული სამეზობლოს საბჭოს მრჩეველი ტერე ჰელანდი სოციალურ ქსელში ღიად წერს, რომ ევროპას საქართველოში გამარჯვება სჭირდება. გავლენების პრევენცია და ქვეყნის დაცვა საქართველოს ხელისუფლება საკანონმდებლო ცვლილებებით რისკებს ազգობს. მათ შორის არის ამერიკული ფარას ზუსტი ასლი, რომელსაც ოპოზიცია ისევე ეწინააღმდეგება როგორც საარსებულ გამჭვირვალობის კანონს. სოფო ბერიძე გიამბობთ. უნდა გავიმეოროთ მართლაც, ეს რეალობაში უნდა მოვიტანოთ. არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა, არ იქნება ქვეყნის დამოუკიდებლობა, არ იქნება სუვერენიტეტი, არ იქნება ეროვნული ინტერესების გატარება. ქართულ პოლიტიკაში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლებამ იქამდე დაიწყო, ვიდრე ამერიკის ახალი ხელმძღვანელობა ძველ ადმინისტრაციას სხვადასხვა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ამხელდა. ვაშინგტონიდან სკანდალური ცნობები ფაქტობრივად ყოველდღიურად მოდის. არსებული რეალობის გათვალისწინებით საქართველოს დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გამყარებისთვის ოფიციალური თბილისი დამატებითი ზომების მიღების საჭიროებას ხედავს. ამერიკული ფარას ზუსტი ასლის დანერგვა გრანტების შესახებ კანონპროექტის სტანდარტები მედიისთვის. ეს არასრული ჩამონათვალია იმ საკანონმდებლო ნაბიჯებისა, რომლებიც ქვეყნის ინტერესს უნდა მოემსახუროს. ძალიან კარგ საქმეს გვიკეთებენ ნაცმოძრაობის მედიის წარმომადგენლები და NGO სექტორის წარმომადგენლებიც, მათ შორის მომიტინგები, რომლებიც ყოველდღიურად გვაძლევენ ნიშანს, რა უნდა გამორიცხოს სახელმწიფო, რომ მისი დამოუკიდებლობის ხარისხი გაიზარდოს. ყოველდღიურად გვაჩვენებენ ისინი, როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო საბოტაჟის ანტიქართული, ანტიეროვნული მოქმედებების წინააღმდეგ ბრძოლას. მე კი ეძახიან ამ ყველაფერს რეპრესიებს და ასე შემდეგ. გარეჯარებები რომ ყველა ქვეყნისთვის პრობლემაა, ამაზე მსოფლიო ლიდერები აღარ დაობენ. საქართველოსთვის კი უცხოური გავლენებიდან მომდინარე საფრთხე გაცილებით დიდია.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენი ქვეყნის ირგვლივ ცეცხლის რკალია. ამიტომაც ახლა ხელისუფლების მიზანი დემოკრატიის გაძლიერებაა. ამისთვის რამდენიმე რაღაცას ვაკეთებთ. პირველი ეს არის თავად საზოგადოების ინფორმირება, საზოგადოება იცოდეს რა პრობლემების წინაშე ვდგავართ და უფრო მეტად ინფორმირებული გადაწყვეტილებები მიიღოს, მაგრამ მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, სისტემური მიდგომაც მნიშვნელოვანია. საუბარია ის, რომ მაქსიმალურად გავაძლიეროთ დემოკრატიული ინსტიტუტები. რომ საბოლოო ჯამში, როგორც ადამიანურ დონეზე, ასევე სახელმწიფო დონეზე, სისტემურ დონეზე, ქვეყანა იყოს გამართული, ქვეყანა იყოს მომზადებული და ნაკლებ მოწყვლადი მსგავსი გამოწვევების წინაშე. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და იმ ასე ვთქვათ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს როგორც შემდგარმა სახელმწიფომ გაამკაცროს კანონმდებლობა, რომელიც უზრუნველყოფს გარეჩ ჩარევებისგან ქვეყნის დაცვას, რაც პირველ რიგში დაკავშირებულია ეროვნულ ინტერესებთან და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასთან. ალბათ აქსიომაა, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესში უნდა იყოს. თუმცა ასე რომ არ არის ოპოზიციისთვის, ამას ამერიკული ფარა ზუსტი ასლის ქართულ რეალობაში დამკვიდრებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე ხელისუფლების ოპონენტების პასუხები მოწმობს. ბუნებრივია, რომ საქართველოს მთავარ მტერს ოკუპანტს და მათ გავლენებს ისინი არ ებრძვიან და ნაცვლად ამისაც ცდილობენ, რომ ქვეყანას გადაკიდონ საქართველოს მეგობრები. რატომ თვლით, რომ რაღაც თუ არის ამერიკული ან ევროპული, ჩემთვის არის აპრიორი ჩვენს კონტექსტში მისაღები. რა ვქნა თუ ამერიკულია? საქართველოში ეს არის რუსული. აგენტს არ აწყობს არც ერთი ნორმა და მისი აღსრულების არანაირი მექანიზმი, რომელიც მას მოქმედების სივრცეს და არეალს შეუზღუდავს. ოპოზიციისგან ქვეყნის დამოუკიდებლობის წინააღმდეგ ბრძოლა ხელისუფლებას არ უყვირს. მმართველი პარტია ოპონენტების მერკანტილურ ინტერესებსა და პატრიოტიზმის არარსებობაზე საუბრობს. აი ეს ხალხი, რომელიც deep state-ის გავლენის ქვეშ არის და მათ დავალებებს იღებს, ერთმანეთს ელაპარაკება და ამით იქნება საქართველოში ნიუსი. გუშინდელი ნიუსი მაგალითად deep state-მა ან პოლონური ამბავი გახსოვთ ხომ, ცარიელის სკამი და რაღაც რეალურად რასთან გვაქვს საქმე? ეს არის საქართველოსთან მიმართებაში deep state და მისი აგენტურის მიერ დაალაგებული სქემა და გეგმა, იმისათვის რომ დააზიანონ ქართული ინტერესები. იმისათვის რომ თელეაბილში გაღვიძების რაღაც მდაბიო ბომჟური მესიჯი, გაბომჟებული, გაბირჟავიკებული, რასაც ქვია მესიჯი, კვლავ გახდეს აქტუალური და სინამდვილეში რა ხდება? სინამდვილეში ხდება ერთი მთავარი რამ. deep state-მა რაც არ უნდა რთული დასაჯერებელი იყოს, წააგო საქართველოში არჩევნები. აღარ იციან რა ქნან და ამ სისულელეებს დგავენ თავიანთი დღის წესრიგის თუ ფეიქების სახით. როდესაც ჩვენ სუვერენიტეტზე ვსაუბრობთ, აქ მნიშვნელოვანია რომ ამ დროს შენ სამშობლოს აღიარებ, სამშობლო გიყვარს და იცავ და ზრუნავ მასზე, მაგრამ ვისთვისაც საქართველოს სამშობლო არ არის, რა თქმა უნდა, მისთვის ეს საკითხიც პრობლემურია. ქვეყნის არაკეთილმოსურნეებისთვის პრობლემები როგორც ჩანს მალე გაიზრდება, რადგან ხელისუფლება გეგმავს, რომ ამერიკული ფარას ზუსტი ასლი ქართულ რეალობაში უახლოეს პერიოდში დანერგოს. საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების საშინელი მოთხოვნა, ამის არანაირი სამართლებრივი თუ გონივრული საფუძველი არ არსებობს. ეს სლოვაკი ევროპარლამენტარის სიტყვებია. ბრანისლავ ონდრუში ქრონიკასთან ინტერვიუში ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებს მწვავედ აკრიტიკებს და განმარტავს, რომ მსგავსი მიდგომა საქართველოს მიმართ რეალობას მოკლებული და უსამართლოა. ევროპარლამენტარი მიიჩნევს, რომ ბრიუსელს ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლების აღიარება და თბილისთან თანასწორი პარტნიორობის პრინციპით დიალოგის წარმოება მაინც მოუწევს. საქართველოში ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნის შემცველ რეზოლუციებს მე ყოველთვის ვეწინააღმდეგები. ასეთი მიდგომა რეალობას აბსოლუტურად არის აცდენილი. ეს ასუსტებს ჩვენს პოზიციას საქართველოსა და საქართველოს ხელისუფლებასთან და ვკარგავთ უნარს, რომ რაიმე სახის გავლენა გქონდეს. ვფიქრობ, სრულიად საშინელი მოთხოვნაა სიტყვებიც არ მყოფნის, რა ვუწოდო ამ საშინელ მიდგომას. საერთოდ აღარ გრჩება ასეთ ვითარებაში არანაირი შესაძლებლობა, რომ საქართველოსთან სიტუაცია დავალაგოთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ხელახალი არჩევნები არ ჩატარდება, იმიტომ რომ ამის არანაირი საფუძველი თუ მიზეზი არ არსებობს, არც საერთაშორისო წესების ან პრინციპების კუთხით. მჯერა რომ გარკვეული დროის შემდეგ რამდენიმე კვირაში ან რამდენიმე თვეში ევროპარლამენტში გააცნობიერებენ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის რეალობის გააზრება, გათვალისწინება და მიმღებლობა. ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების პირობებში იმედის მფლობელი ხელისუფლების ნაბიჯებს დადებითად აფასებს. საქართველოს მთავრობა, რომელმაც წნეხის მიუხედავად ქვეყანა ბეწვის ხიდზე გაატარა, მშვიდობა შეინარჩუნა და სახელმწიფო ინტერესები არ დათმო. ამის შესახებ ირაკლი რუხაძემ გადაცემა თავისუფალ ბაზარში ისაუბრა.
ჩვენ გაჩერდება ხდება კატაკლიზმური რაღაცები, რომელმაც შეიწერა ერთი ქვეყანა, ქვევით არ ჩავალ იქ ხდება აქვეა ისეცა სირია და შორს კი არა. ამ სიტუაციაში მე მგონია, რომ ჩვენ ყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც გაგვატარა აი ბეწვის ხიდზე. მე ესე უყურებ, კიდევ ერთხელ თქვენ ვიცით ესე არ ხედავთ, ბეწვის ხიდზე გაგვატარა შეგუნაჩვენა მშვიდობა, არ დაგვანგრევინა ეკონომიკა და იმისდა მიუხედავად, რომ გარედან მოხვდეთ წარმოუდგენელი ნიაღვარი დაგვესხა. ანუ ჩვენ ვართ 193 ქვეყანაში, გვასახელებენ როგორც ყველაზე ცუდს. რა გავუკეთეთ? აი რა მაზოლზე დავაბიჯეთ? ფეხი რომ ესე გადაირიან, რომ თელი მსოფლიო აქ ჩამოდის, მიტინგებზე გამოდიან, სანქციაზე დაწყებული ამერიკის კონგრესიდან, ევროპარლამენტიდან, დასანქცირებებით ყველაფერი მოხდით ჩვენ. და რატო თუნდაც რომ დემოკრატია არ გვაქვს, სიტყვის თავისუფლება არ გვაქვს, LGBT-ს ეს ხო ვიცით რომ ესაა ტყუილი. ჩვენ რაღაცა უზარმაზარ მაზოლზე დავაჭირეთ ფეხი, წარმოუდგენელ ძლიერ ხალხს, რომელსაც 100-ზე მეტი ომი აქვს ნაწარმოები. ამერიკას საბჭოთა კავშირის დაშლის მერე აქვს 100-ზე მეტი ომი ნაწარმოები. ესეთი ხალხი ჩვენ დაგვიპირისპირდა. ამ სიტუაციაში მე მიმაჩნია, ჩვენ ყავდა არჩეული მთავრობა, რომელმაც კიდე მე სწორედ მოიწეს ანიშნავს, რომ ამ ხელების ქნება შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვათ, მაგრამ გვატარებდა სადღაც და არ ქონდა ჩვენ უფლება, რომ ამ ხელს არ მიგვეცა საშუალება გავიყვანეთ, რა ქვია, სამშვიდობოს. სამშობლოს ღალატი მკაცრად დაისჯება სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამისი ცვლილებები მიმდინარე კვირას დარეგისტრირდება და როგორც უმრავლესობაში განმარტავენ ეს მუხლი ისეთივე იქნება ვიდრე მას ნაციონალური მოძრაობა გააუქმებდა. მარიამ ქართველიშვილი გიამბობთ. სახელმწიფოს ღალატის შესახებ მუხლის სამშობლოს ღალატის სახელით სისხლის სამართლის კოდექსში მძიმე სასჯელით ბრუნდება. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, რომ ქვეყნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდეს კონკრეტული სახელი უნდა დაერქვას. მუხლი ღალატის შესახებ კი მამუკა მდინარაძისთვის ახლა ისეა საჭირო, როგორც არასდროს, რადგან ქვეყნის ღალატის შესახებ აღქმების მიღმა გაჩნდა ფაქტები. სამშობლოს რომ ღალატობდნენ 2008 და 2009 და ასე შემდეგ წლებში ნაცმოძრაობის მმართველობის ყველა წელს ამასთან დაკავშირებული აღქმები ნაკლებად ყალიბდებოდა, მაგრამ დღეს არა მხოლოდ აღქმები, ფაქტები იდება, მათ შორის კომისია მუშაობს, კომისიამ დაიწყო სხვადასხვა თემებით, მაგრამ ეს მხოლოდ ჟურნალია, იქიდან გამომდინარე ჩვენი ვიცით რამდენი მკვლელობა, რამდენი გაუპატიურება, რა ჩაიდინეს ომთან დაკავშირებით, რა ჩაიდინეს. ეს ყველაფერი ისე გადაშალეს ერთ ფურცლად, თითქოს არაფერი ჩაუდენია. უფრო მეტი კლასიკა სამშობლოს ღალატისა, მათვის კლასიკა არ არსებობს. თუ დაუმტკიცდებათ ის დანაშაულები, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებში რაზეც იქნება მითითება, ეს ჩაიდგება სამშობლოს ღალატად და ალბათ ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას, ესეც გამოწვევა. ქვეყნის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების სამართლებრივი დეფინიცია ოპოზიციისთვის ის თემაა, რომლის შეფასებაც თავდასხმის გარეშე შეუძლებელი აღმოჩნდა. ყველა რეპრესიული ეგრეთ წოდებული de facto კანონი, დრაკონული კანონები აუცილებლად გაუქმდება მას შემდეგ, რაც დემოკრატიული ძალები დაუბრუნდებიან საქართველოს ხელისუფლებას. ფართომცნებაა ხო ღალატი? კი ბატონო, შემოიღონ და ღალატის მოთხლით გასამართლდებიან თვითონ. ღალატი მუხლი, რომელიც საქართველოს მოქალაქისთვის მორალურად ყველაზე მძიმე სასჯელს ატარებს ნაციონალური მოძრაობის რეჟიმმა 18 წლის წინ უსარგებლოდ გამოაცხადა. მმართველ გუნდში სისხლის სამართლის კოდექსიდან ღალატის მუხლის გაქრობის მოტივებს კიდევ ერთხელ განმარტავენ. ახლა სახელისუფლებო გუნდი ამბობს, რომ წარსულთან ერთად პოლიტიკური ამბიციები ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებებში გადაიზარდა და რეალურ დროში ღალატი პოლიტიკურ პროფესიად ჩამოყალიბდა. ზედაპირზე გამოგაქვს სულ სხვა რიტორიკა, თითქოს დემოკრატიის სამსახურში ხარ, მაგრამ სინამდვილეში ფარდის მიღმა აწარმოებს შენი ქვეყნის საწინააღმდეგო ისეთ ქმედებას, რომელიც პირდაპირ არათუ მოუწოდებს, არამედ პირდაპირ არის მიმართული ქვეყნის აი ამ საომარ ცეცხლში შეყვანაზე. რასაკვირველია, ქვეყნის ღალატია. და ეს ღალატი იქცა პროფესიად და ამ პროფესიას ჭირდება შეჩერება. სააკაშვილმა თავის დროზე და მისმა ბანდამ ამოიღო ეს მუხლი ჩვენი კანონები და რატომ? იმიტომ რომ ზუსტად იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ, რომ ეს არ იყო სახელმწიფო ინტერესებში. ამიტომ წიმსწრებად ემანდ რაღაც არ მოხდეს და მერე ჩვენ არ გაგვასამართლონ არ მოხლითო და ამიტომაც ამოიღეს სავარაუდოდ. ეს იყო არგუმენტი. რა მოცემულობაც გვაქვს? ეს სამშობლოს ღალატია და მეტი არაფერი და ამასთან დაკავშირებით ჩვენ არა სასამართლო შესაბამისი ინსტიტუციები მიიღებენ შემდეგ გადაწყვეტილებას. ის ვინც საკუთარ ქვეყანას მტრობს,
ეკლესიას მტრობს ქართულ ინტერესებს, ბუნებრივია გასამართლდება მკაცრად. აგვისტოს ომამდე 1 წლით ადრე 2007 წლის აპრილში ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პარლამენტმა მუხლის სახელმწიფოს ღალატის შესახებ კოდექსიდან ამოიღო. ოფიციალურ მიზეზად ფორმალურთან ერთად ითქვა, რომ მსგავსი სხვა ქვეყნების კანონმდებლობაშიც არ არის, თუმცა ევროპის ყველაზე დიდ ქვეყნებში და ცივილიზებულ სამყაროში სახელმწიფოს დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი სწორედ ღალატის შესახებ კანონია, მაგალითი კი ბევრია. თავდაცვის სფეროში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები პარლამენტის წევრებმა თავდაცვის მინისტრისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის ძალების ხელმძღვანელებთან ერთად დეპუტატებს უმასპინძლა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს ფუნქციონირების საკითხს დაეთმო. 2025 წლის იანვრიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან. ახალი თავდაცვის კოდექსის შესაბამისად მხოლოდ თავდაცვის სისტემაში ხდება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა, აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნა შესაბამისი მოტივაციები იმისათვის, რომ ახალგაზრდებმა ნებაყოფლობით გაიარონ სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩვენ უკვე 700-ზე მეტი ახალგაზრდა გვყავს, რომლებსაც სურვილი გამოთქვეს ჯარში სამსახურის. ვფიქრობთ, რომ ამ რეფორმის წარმატება დამოკიდებული არის საზოგადოების მხარდაჭერაზე. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტს მუდმივი კომუნიკაცია გააჩნია და ჩვენ უცვლელად მუდმივად ყოველდღიურ რეჟიმში ინფორმაციებს და პარლამენტი ყოველთვის ცდილობს, რომ ხელი შეუწყოს თავდაცვის მოუწყებას პოპულარიზაციაში, საზოგადოების მეტად ჩართულობაში და ამ მხრივ ჩვენი თანამშრომლობა არის ძალიან პოზიტიური. ჩვენ აქამდე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობდით თავდაცვის სამინისტროსთან, ზოგადად მთავრობასთან ამ საკითხზე და მომავალში რა თქმა უნდა გავაგრძელებთ მჭიდროდ თანამშრომლობას იმისთვის, რომ კონდეს აი საერთო მიზანი, რაც არის, რომ სახელმწიფოს კონდეს ძლიერი თავდაცვის ძალები და რაც თავარია საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ თემაზე, ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელობას. ამ ხრივაც იყო დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი, ჩვენ მივიღეთ ყველა დეტალური ინფორმაცია ამ საკითხზე. შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა. ალიქან ორბაიმ ვახტანგ გომელაურს შინაგან საქმეთა საკითხებში საელჩოს ახლად დანიშნული მრჩევლები წარუდგინა. მინისტრმა თურქულ მხარეს სამართალდამცავ ორგანოებთან არსებული ინტენსიური და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნა თურქეთის მონაწილეობა ნატოს საქართველოს არსებითი პაკეტის საზღვაო უსაფრთხოების ინიციატივის აღსრულებაში. გასულ წელს დადასტურებული ეკონომიკური ზრდა შრომის ბაზრის ტენდენციებზე პოზიტიურად აისახა. საქსტატის მონაცემებით უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა, დასაქმებულთა რაოდენობამ კი მოიმატა. ზრდა ფიქსირდება როგორც თვით დასაქმებულთა, ასევე დაქირავებით დასაქმებულთა ჯგუფებში. მთავრობის მოლოდინია, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მიმდინარე წელსაც ჩენად ჩნდება. ნინო ჩუბინიძე გიამბობთ. მთავრობის ეკონომიკური გუნდის 4 წლიან გეგმაში საქართველოს მაღალ შემოსავლიან ქვეყნებს შორის რომ გადაინაცვლოს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უმუშევრობის მინიმუმამდე დაყვანა. გეგმა რომ რეალისტურია, ამაზე უკვე მიღწეული შედეგები მეტყველებს. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით 2024 წლის მეოთხე კვარტალში უმუშევრობის დონე 1.1%-ით შემცირდა და 14.2% შეადგინა. ამავე პერიოდში რეკორდულ 47.1%-მდეა გაზრდილი დასაქმების მაჩვენებელი. აღნიშნული შემცირების მიზეზად გვევლინება უპირველეს ყოვლისა ის, რომ 2024 წელს 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 35,000 კაცით, ანუ 13%-ით შემცირდა უმუშევართა რაოდენობა ქვეყანაში. დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა ფიქსირდება როგორც დაქირავებით, ასევე თვით დასაქმებულთა ჯგუფებში. ქვეყნის ფინანსურ ინსტიტუტებში განმარტავენ, რომ მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ შრომის ბაზარზე ჯანსაღი ტენდენციები შექმნა. ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 წელს ჩვენ შევინარჩუნებთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპს, რაც რა თქმა უნდა საშუალებას მოგცემს კიდევ უფრო გავაჯანსაღოთ შრომის ბაზარი, გაიზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა. ყველაზე პიკური მაჩვენებელი ჩვენ საუკუნეში უმუშევართა რაოდენობისა ჰქონდა 2012 წელს 442,500 და მაჩვენებელთა შედარებით შემცირება არის 92%, რაც სერიოზული
კლება არის უმუშევართა ფიზიკური რაოდენობისა. ციფრული მომსახურების კომპანია, რომელიც 5 წელზე მეტია ქართულ ბაზარზეა, ერთ-ერთია კერძო სექტორიდან, რომელიც ქვეყანაში სამუშაო ადგილებს ქმნის. კომპანია ყოველწლიურად 100-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. სასიხარულოა ის, რომ ყოველწლიურად მეტი და მეტი ახალგაზრდა ინტერესდება ჩვენი პროფესიით და საქმდება საკმაოდ კარგი ანაზღაურების პირობებით, დინამიკა გრძელდება ზუსტად ამ მიმართულებით. მთავრობის მომდევნო წლების ეკონომიკური ზრდის გეგმა უკვე შედგენილი აქვს. გეგმით 2028 წელს ქვეყანაში სიღარიბე 4%-მდე უნდა შემცირდეს. ეს კი 150,000 ადამიანია. ამ მონაცემით ქვეყანა ევროპის ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილს დაიკავებს. რუსთაველის გამზირი სრულად განახლდება. მოწესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და საგზაო ინფრასტრუქტურა. იგეგმება დედაქალაქის მთავარ გამზირზე არსებული შენობა ნაგებობების განახლებას. მასშტაბური სამუშაოები მაისში დაიწყება და ზაფხულის ბოლოს უნდა დასრულდეს. პარალელურად დაგეგმილია ქაქუცა ჩოლოყაშვილის და გიორგი წერეთლის ქუჩების მოწესრიგებაც. მაკულ ორთქიფანიძე გიამბობთ. დედაქალაქის მთავარი გამზირი, ადგილი, რომელიც ყოველდღიურად ძალიან ბევრ სტუმარს მასპინძლობს, მალე სრულად განახლდება. პროექტი გაზაფხულზე დაიწყება და სამუშაოები სამ თვეში დასრულდება. მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გარდა დაგეგმილია იმ შენობების გამაგრება, რეაბილიტაცია, რომლებიც ქალაქის ცენტრალური ნაწილის ბიოგრაფიასა და ისტორიას ქმნიან. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის ობიექტებს ძველი იერსახე შეუნარჩუნდება. გზა არის ამორტიზირებული მძიმე მდგომარეობაში, ხშირია დაზიანებები. პირველი, რასაც გავაკეთებთ, ეს არის კომუნიკაციების მოწესრიგება, მთლიანად მოწესრიგებული იქნება ტროტუარები, მთლიანად რადიკალურად შეიცვლება რუსთაველის გამზირი, იქნება ახალი დიზაინით და ყველანაირად კომფორტული. იმისათვის, რომ გამზირის რეაბილიტაცია მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში დასრულდეს, სამუშაოები ერთდროულად 4 ადგილზე დაიწყება. პროექტში ჩართული იქნება 4 კომპანია. საცობების თავიდან ასაცილებლად რეაბილიტაციის პარალელურად შემუშავდება სატრანსპორტო მოძრაობის დროებითი სქემა. პროექტის ბიუჯეტი 40 მილიონი ლარია. 4 სხვადასხვა ლოკაციაზე, რომელიც დაახლოებით თანაბარ ნაწილებად არის დაყოფილი, იმუშავებს, ასე ვთქვათ, კომპანიები იმუშავებენ ცალ-ცალკე. 3 ტენდერი ჩატარებულია და გაფორმების ეტაპზეა ხელშეკრულებები. ერთია დარჩენილი, რომელიც შემდეგ კვირაში ჩატარდება და ამის შემდეგ უკვე გავიგმავთ სამუშაოების დაწყებას. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის პროექტით დამონტაჟდება გარე განათების ახალი ქსელი და მიწისქვეშა ნარჩენ-შემკრები ურნები. მოწესრიგდება მიწისქვეშა გადასასვლელები. იქნება მიწისქვეშა ურნები, რომელიც ღამის რეჟიმში იქნება დაცვა, რომ სასუქში არ მოყვეს დაგამზიდები, ლედგანათება იქნება თანამედროვე სტანდარტების. რაც შეეხება მიწისქვეშებს, მათი კეთილმოწყობა მოხდება სრულად როგორც ჩასასვლელების, ასევე შეშრომი პირების მიმართულებით. რუსთაველის გამზირის გარდა წელს დასრულდება ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია. უნივერსიტეტისა და ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა და წყნეთის გზატკეცილზე ფერდის გამაგრების სამუშაოები. თბილისის მერია მოსახლეობას ახალ სერვისას სთავაზობს არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გამარტივების მიზნით სპეციალური ვებგვერდი შეიქმნა. ახალი მომსახურების მიღება მიზერულ ფასად იქნება შესაძლებელი. შესაბამისი სამსახურისათვის ინფორმაციის მიწოდების შემდეგ თბილსერვის ჯგუფი არასაყოფაცხოვრებო ნარჩენებს 72 საათის განმავლობაში გაიტანს. თამარ ჩიკვატია გიამბობთ. შევდივართ თბილსერვის ჯგუფის ახალ ვებგვერდზე, რომელიც სპეციალურად ამ მომსახურებისთვის შეიქმნა. შემდეგ ვავსებთ მონაცემებს და თბილსერვის ჯგუფის თანამშრომლები 72 საათის განმავლობაში გაიტანენ არასაყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ვებგვერდი, რომელიც მოქალაქეებს არასაყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანას გაუმარტივებს, ამოქმედებულია. სერვისის მისაღებად ვებგვერდზე რამდენიმე ველის შევსებაა საჭირო, მათ შორის უნდა მიუთითოთ მისამართი, გასატანი ნარჩენების დეტალური აღწერილობა და ატვირთოთ შესაბამისი ფოტოსურათები. დადასტურების შემდეგ თბილსერვის ჯგუფი უზრუნველყოფს ნარჩენების ადგილიდან გატანას. მონაცემების შევსების შემდეგ მოქალაქემ უნდა განათავსოს ნარჩენი არა ქუჩაში, არამედ კორპუსის შემთხვევაში, კორპუსის ეზოს ტერიტორიაზე, კორპუსის წითელ ხაზებში, ხოლო თბილისური ტიპის ეზოს შემთხვევაში შლაგბაუმის შიგნით ეზოს ტერიტორიაზე. სამშენებლო და სარემონტო ნარჩენები, ძველი ავეჯი და ნივთები, არასაყოფაცხოვრებო ნარჩენებს, რომელსაც საცხოვრებელ სახლებთან, ქუჩებში და ქალაქში არსებულ ნაგვის ურნებთან უკანონოდ ტოვებდნენ, უმოკლეს დროში გაიტანენ. ხშირად ხდება სახლიდან მეორადი ავეჯის და სხვა ფურნიტურის გამოტანა დაყრა ტერიტორიის მიმდებარედ, რომელიც ქალაქს ანაგვიანებს, შესაბამისად შევქმნით მომსახურება, რომელიც არის ძალიან ხელმისაწვდომი და შევძლებთ ქალაქი ასე უფრო სუფთად დავიწყოთ.
სერვისი არ არის კომერციული პროექტი, ემსახურება მოქალაქეების კომფორტული მომსახურების შეთავაზებას და დედაქალაქში ნარჩენების მართვის კუთხით არსებულ მდგომარეობას გააუმჯობესებს. სერვისი არ არის მოგებაზე ორიენტირებული, კომერციული არ არის. მომსახურება მიზნად ისახავს მოსახლეობას გაუმარტივოთ კონკრეტული სახის ნარჩენების გატანა. ერთად გაუფრთხილდეთ, ერთად მოუაროთ ჩვენს ქალაქს, ჩვენ ყველანაირად ხელშეგიწყობთ და დაგეხმარებით ამ ყველაფერში. მორიგი გამარტივებული სერვისით სარგებლობა მოსახლეობას დღეიდან შეუძლია. მომსახურებით ისარგებლებენ მოქალაქეები არა მხოლოდ სპეციალური ვებგვერდის, არამედ თბილ სერვის ჯგუფის ცხელი ხაზითაც. მას შემდეგ, რაც შესაბამისი რეგულაციები გამკაცრდა ქვეყანაში, ვიზუალური გამონაბოლქვის მქონე ავტოტრანსპორტი საგრძნობლად შემცირდა, გარემოს დაცვის სტანდარტების გაუმჯობესება სახელმწიფოს პრიორიტეტია და ამ მიზნით ქვეყანას 2025 წლის სამოქმედო გეგმა აქვს. თითო ყირიმლიშვილის რეპორტაჟი. ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებსაც ხილული გამონაბოლქვი აღენიშნებათ, დაუყოვნებლივ გადამოწმებას ექვემდებარებიან. 1 იანვრიდან დღემდე ინსპექციამ 411 იურიდიული და ფიზიკური პირი დააჯარიმა. კანონდარღვევის ყველაზე მეტი 215 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა. დარღვევის შემთხვევაში ეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლები ჯარიმდებიან, როგორც ფიზიკური პირები, ასევე იურიდიული პირები. შესაბამისად დამატებულია ეკიპაჟები, რამაც გაამარტივა სამუშაო პროცესი და შესაბამისად უფრო მეტი დამრღვევი ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის გამოვლენა ხდება. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად კონტროლი 4 დიდ ქალაქში მიმდინარეობს: თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში. 2023 წლიდან დღემდე განახლდა ინსპექციის ავტოპარკი, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა და გადამზადდნენ თანამშრომლები. ვატრენინგებდით თანამშრომლებს, ვაძლევდით შესაბამის ინფორმაციას. დეპარტამენტმა შეიძინა ევროპული ტიპის გამზომი ხელსაწყოები, რომლებიც არის სტაციონარულად ჩამონტაჟებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებში და აღნიშნული ხელსაწყოები გვეხმარება იმაში, რომ ადგილზევე მოხდეს დადგენა, არის თუ არა სამართალდარღვევა. ავტოტრანსპორტი ჰაერის დაბინძურების ძირითადი მიზეზი არის, გამოც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი რეგულაციები შეიმუშავა. აქტიურად მიმდინარეობს საწვავის კონტროლი. შეიზღუდა 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი და გამკაცრდა ჰაერის ხარისხის მონიტორინგი. აუკრძალეთ ეგრეთ წოდებული კატალიზატორის ექსპორტი და ინსპექტირების დროს გამკაცრდა პარამეტრები, ჰაერის დამაბინძურებელი პარამეტრების შემოწმება. ყველა ეს ღონისძიება აუცილებლად მოიტანს დადებით შედეგს. გამკაცრებული რეგულაციების შედეგად ქვეყანაში ვიზუალური გამონაბოლქვის ავტოტრანსპორტის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. წელს სტატისტიკა აშკარად კლებისკენ მიდის. საბოლოო ჯამში ვფიქრობთ, რომ გარდა დიდი ქალაქებისა, უკვე სხვა ქალაქებშიც განხორციელდება მონიტორინგი. ბოლო ერთი თვის განმავლობაში 247 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების, 142 მიკროავტობუსების, 22 კი სატვირთო ავტომობილის მფლობელებზეა შედგენილი. შეხება კულტურას, ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება, საქართველოს ეროვნული გალერეა გამოფენას მასპინძლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მხატვრის ამ დრომდე უცნობი სერია, ასევე მისი მოწაფეების შემოქმედების ნიმუშები ხელოვნების მუზეუმისა და ეროვნული გალერეის ფონდებიდან. გამოფენა დამთვალიერებელს 6 აპრილამდე ელის. სალომე შანშიაშვილი გიამბობთ. გამოირჩევა ხედვით, რაკურსებით მისი ნამუშევრები სოციალიზმის სხვა ნიმუშებისგან. ეპოქის ჩარჩოების გარღვევა ალექსანდრე ბანძელაძემ 1958 წელს შრომის თემატიკის სერიაშიც კი შეძლო. ცნობილი აბსტრაქციონისტისთვის უჩვეულო მიმართულების მკვეთრი ხაზებითა და კონტრასტული ფერებით შექმნილი კინოკადრის მსგავსი ცოცხალი სიუჟეტები პირველად საქართველოს ეროვნულ გალერეაში იფინება. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ალექსანდრე ბანძელაძის აბსტრაქტული ნამუშევრებით საოცრად მეტყველი ფერწერული ტილოები, რომელთა უმრავლესობას თანამედროვე საზოგადოება პირველად ნახავს. ეს არ არის ადამიანი, რომელიც იფარგლება კონკრეტული ჟანრით, კონკრეტული მიმდინარეობით, კონკრეტული მასალით. ეს არის მძებნელი ადამიანი, ეს არის არაჩვეულებრივი მხატვარი და ძალიან დიდი მენტორი. გამოფენაზე წარმოდგენილია ალექსანდრე ბანძელაძის მოწაფეების გელა ზაუტაშვილის, ლუკა ლასარეიშვილის, ილია ზაუტაშვილისა და გია ეძგვერაძის ნამუშევრებიც, როგორც მენტორის შემოქმედებითი ძიებისა და აღმოჩენების გზის ღირსეული გაგრძელების მაგალითი. ექსპოზიცია წარმოაჩენს ქართული აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს და 38 წლის წინანდელ ისტორიულ გამოფენას აცოცხლებს. 1987 წელს ეროვნულ გალერეაში მოეწყო მაშინაც ეს გამოფენა. ისევ და ისევ ეს მხატვრები იყვნენ გამოფენილი თავის მენტორთან ერთად და ამ გამოფენამ მოგვცა ის და მივაღწიეთ იმ შედეგს, რომ აბსტრაქტულმა ხელოვნებამ
მაშინდელ ქართულ სახვით ცნობიერებაში დაიმკვიდრა, ესე ვთქვათ, კანონიერი ადგილი. გამოფენა ალექსანდრე ბანძელაძე და აბსტრაქტული ხელოვნება საქართველოს ხელოვნების მუზეუმის და ეროვნული გალერეის ფონდებში დაცულ ნამუშევრებს აერთიანებს. ექსპოზიცია დამთვალიერებელს დღეიდან 6 აპრილამდე ელის. ეს ყველა სიახლეს გაიცნობით იმედი News G-ზე 23 საათზე კი არ გამოტოვოთ იმედი ლაივი.